და ასევე მინდა გკითხოთ ცოტა ხნის წინ იყო ოპოზიციის შეხვედრა, იქ ისევ გააქტიურდა თემა ტელეფონებით არჩევნების ჩატარება, სუპერლებიც ის როგორ უყურებთ კაბატონორობა აი ამ საკითხს როგორ უყურებთ? ზოგადად რაც შეეხება არჩევნების თემას, თქვენ იცით რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები დაანონსებულია კანონის მიხედვით 4 ოქტომბერს. და თქვენ იცით რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები როგორ ჩატარდა, მაქსიმალურად დემოკრატიული პრინციპებით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დღეს ამბობს, რომ იყო დარღვევები ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ორგანიზაცია, რომელიც არის ყველაზე მაღალი რანგის ევთოდირი, რომელმაც გასცა რეკომენდაციები და ერთი ისეთი შენიშვნაც არ ყოფილა, რომელიც კითხვის ქვეშ დამდგარიყო 2024 წლის არჩევნები, სადაც ჩავატარეთ ელექტრონული არჩევნები, თუმცა იყო რამოდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიამ რეკომენდაციებთან გამომდინარე მუშაობს იმისათვის, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც იყო, რომ არ მოხდეს 2025 წლის ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, სასაცილოა, რომ ტელეფონებით მოხდეს. თუ კი შენ არენდობი ელექტრონულ არჩევნებს, თუ კი შენ არენდობი იმას, რომ მაქსიმალურად ფარული იყო ხმის მიცემის უფლება თითოეული ამორჩევლისადმი. თუ თქვენ არენდობით იმ ასეულობით დამკვირვებელს, რომელიც იყო ჩამოსული სხვადასხვა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და ამავდროულად ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც სადამკვირვებლო მისიები აწარმოებდნენ დაკვირვებას არჩევნებთან დაკავშირებით, პირადად ჩემთვის თუ შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცი, თუ კი რომელიმე არჩევნები არსებობდა 2012 წლიდან ყველა არჩევნებში შტაბის თავმჯდომარე გახლავარ და მე ვერ წარმომიდგენია ტელეფონებით გამოკითხულთა რაოდენობის მიხედვით მოხდეს არჩევნების ჩატარება. მე ესეთი რამე ჯერ არ გამიგონია და ამსვენია. ეს არის აბსურდის ამოცანა. კიდევ ერთხელ შეყავთ მოსახლეობა